სოფო ახალკაცი ვარ. ეს ახალი ამბების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდა. კვირის მიწურულს რეგიონს ლეგიტიმური პირველი პირი ხავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას სახელმწიფო რწმუნებული დღესდილი წარუდგინა. გუბერნატორის სავარძელი კახა სამხარაძემ დაიკავა. პროფესიით ინჟინერ მექანიზატორი. სამხარაძე 2014-2015 წლებში თეთრი წყაროს გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ეკავა სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებიც. აქამდე შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე ასრულებდა. შეგახსენებთ, ზურაბ ბრუსიშვილმა გუბერნატორის თანამდებობა საკუთარი სურვილით გასული წლის 10 მარტს დატოვა. ბატონი კახა სამხარაძე არის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი. ის დღეს ჩვენ წარვადგინეთ შიდა ქართლის გუბერნატორად. ბატონი კახა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ქართულ ოცნებაში და ის კურირებდა რეგიონებს. ეს იყო შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი. ის საკმაოდ გამოცდილია. კარგი ურთიერთობები აქვს არსებულ ხელმძღვანელობასთან, რეგიონებთან, მუნიციპალიტეტებთანაც. აქედან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ის დაგვენიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად. დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად გაართმევს საქმიანობას თავს. რეგიონს ვიცნობ, მქონდა ურთიერთობა რეგიონთან. თავისთავად ხა გავიცნობი საკითხის მიმდინარე პროექტებს რა იქნება დაგეგმილი. ყველაფერს კოორდინირებულად ვიმუშავებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ყველაფერ პრობლემებს გადავწყვეტავთ. ხა ძალიან რთული რეგიონი არის, ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ხელისუფლებამ უამრავი რამე გააკეთა, კიდევ ბევრი არის და კოორდინირებული მუშაობით ადგილობრივ ხელისუფლებასთან დავალაგებთ სიტუაციას აუცილებლად. გუბერნატორის თანამდებობაზე